შემოგვერთა ბატო შაქარიშვილი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ დღეს თქვენმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, ეხაც ბატონი თორნიკე საუბრობდა კაია კალასის განცხადებასთან მიმართებაში. იმაში, როდესაც უმაღლესი წარმომადგენლისგან ასეთი განცხადებები გვესმის, პრეტენზიები, რომ ოპოზიციური პარტიების შევიწროება ხდება. ამ მხრივ, ამ კუთხით პროცესების გააქტიურება, როდესაც მაგალითად თქვენ ითხოვთ რა აგენტურული ქსელის აკრძალვას, უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, როგორ აისახება პოლიტიკურ სურათზე, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას. ეს არის უცხოური აგენტურა, რომლის შენარჩუნებაც ქართულ პოლიტიკაშიც აქამდე სამწუხაროდ სწორედ გარე ძალების ჩარევის შედეგად მოხდა. დღეს ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ ჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. იმისათვის, რომ თუ ჩვენ გვინდა ეფექტიანად გავუმკლავდეთ საგარეო საფრთხეებს, ქვეყნის შიგნით გვჭირდება სტაბილურობა და თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ ქვეყანაში აგენტურული ქსელი პოლიტიკიდან მათი განკვეთა მოხდეს, პოლიტიკიდან მათი განდევნა მოხდეს. სხვანაირად შეუძლებელია, ეს არ არის ჩვენი რაღაც პროგნოზი და სუბიექტური შეფასება, ეს აჩვენა თუნდაც განვლილმა 13 წელიწადმა, რომელიც მოიცავდა კოჰაბიტაციას, რაღაც შერიგების, ერთიანობის მცდელობას, მაგრამ ამ ყველაფრის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ, რომ 13 წელიწადია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანუ აგენტურული ქსელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ აქვს სახელისუფლებო ბერკეტები და სახელისუფლებო ძალაუფლება, მაინც აგრძელებენ და ახერხებენ, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საზოგადოებას და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ამიტომ მართალია ეს დაგვიანებულია, მაგრამ დღეს უკვე ეს არის სასიცოცხლო ამოცანა, რომ ერთხელ და სამუდამოდ არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასების ნაწილში, არამედ სამართლებრივადაც მოხდეს მათი საქმიანობის შეფასება და მათი აკრძალვა საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ პროცესის გადადება ხელს შეუშლის საფრთხეს, შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას და ზოგადად რა ნაბიჯებს ელოდებით ხელისუფლებისგან ამ შემთხვევაში? აი წამოვიდა, გააქტიურდა თემა დეპოლარიზაცია და ცალსახად მეც ვეთანხმები და ხელს ვაწერ, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეპოლარიზაცია, ნამდვილად სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება იმ პირობებში, თუ დამნაშავეებს, უკვლელებს, ჯალათებს, ამ ქვეყნის მტრებს, მოღალატეებს არ მიეჩინათ საკუთარი ადგილი და არა იგრძალა მათი მონაწილეობა პოლიტიკაში. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ სამოქალაქო მშვიდობა, როდესაც ერთი მხარე არის შეპყრობილი რევანშის წყურვილით და უცხოური ძალების დახმარებით, დაფინანსებით, ორგანიზებით, ყველანაირი სისხლიანი, დესტრუქციული, აკრძალული მეთოდით, არადემოკრატიული მეთოდით ცდილობს ძალაუფლების უკან დაბრუნებას, ხო? მოლოტოვის კოქტეილს ესვლის პარლამენტის შენობას, ცოცხლად პოლიციელებს, მოკლით და ტყუის როლით ემუქრება ყველას, ვინც მათ აზრზე არ არის, ანუ ამ სისხლიან სცენარში არ მონაწილეობს. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია? რით დაიძლევა როგორ ფიქრობთ ეს დეპოლარიზაცია, ისე რომ რეალურად იყოს ეს ყველაფერი ეფექტური? ნებისმიერი საერთაშორისო კრიზისის ფონზე თუ ახალი კონფლიქტების ფონზე ეს ძალები, ეს ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ იქნება ეს ირანის ომი, იქნება ეს უკრაინის ომი, რამენაირად ცეცხლი გადაედოს ქვეყანას. ეხლა ეს ხო რაღაცა ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის, ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული განცხადებები, აი უკრაინის ომი თუ 3-4 წელიწადი გავიდა და გაჯდა ყურში, ესე ვთქვათ, მათი განცხადებები და მათი რიტორიკა, ირანის ომი ავიღოთ, ხო, როდესაც არაერთი აი ამ აგენტურული ქსელის წარმომადგენელი, ვის გასამართლებას დასჯას ჩვენ ვითხოვთ, ისხდნენ და პირდაპირ მოუწოდებდნენ ირანს, რომ საქართველოს ტერიტორია დაებომბა, საქართველოს ტერიტორიაზე განეხორციელებინა თავდასხმა და ამას უყურებთ ხო ჩვენ ცოცხალ რეჟიმში. ამიტომ თუ ჩვენი ამოცანა რა იყო, როდესაც პროკურატურაშიც განცხადება შევიტანეთ პარტია ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველოს იმ დროისთვის საზოგადოებრივ მოძრაობამ, პრევენცია მოგვეხდინა. ხედავთ, იქ არის უამრავი მასალა,
ის რაც ჩვენ შეგვეძლო საჯარო წყაროებით და არხებით მიგვეწოდებინა, შემდეგ ამას დაემატა გამოძიება, მტკიცებულებები, ბრალის წარდგენაც მოხდა გარკვეული ადამიანების მიმართ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლების მიმართ, ასევე გარკვეული ღონისძიებები ფონდებთან მიმართებაში, მაგრამ ხედავთ, რომ ეს არ იყო ეფექტიანი, საკმარისი. პროკურატურა შევიდა გირაოს მოთხოვნით და ის ადამიანები, ვისაც აღკვეთილი უნდა კონდეს ამის საშუალება ფიზიკურად, როგორც მინიმუმ, დღეს ისევ ბრიუსელში, ვაშინგტონში დადიან და საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან. ამიტომ ამ პრევენციული ხასიათი ვერ იქონია და ამიტომ ამბობ ჩვენ, რომ მთელი აი ამ 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ხო, ყველაზე მსუბუქად რო ვთქვა, რომ რეტროსპექტივა გავაკეთოთ, რამდენი უმძიმესი პერიოდი, რამდენი კრიზისი ხელოვნურად შექმნილი ცხადია, რამდენი რევოლუციური რეჟიმი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და წარმოვიდგინოთ, აი ამ ყველაფრის გარეშე სად იქნებოდა განვითარების კუთხით დღეს ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად ჩვენი ქვეყანა. არ გაუმჯობესდება, შეუძლებელია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება იმ პირობებში, როდესაც მთელი ეს პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური სპექტრი მოცული აქვს აგენტურულ ქსელს. მათ ხელშია მედიები, მათ ხელშია ინჯევები, მათ ხელშია ფინანსები და 1000 გვარი სხვა ბერკეტი, რომლითაც მათი კუთხით კიდე სახელმწიფო ინსტიტუტები, კიდე ქართული საზოგადოება, რომ მათი ეს საქმიანობა საბოლოო მიზნამდე ვერ მიდის, მაგრამ რეალურად ეხლა დღეს ჩემს გვერდით იდგნენ შვილმოკლული მშობლები და მე კიდევ ერთხელ მინდა მათ წინაშე, როგორც ერთმა მოქალაქემ და როგორც პოლიტიკაში ჩართულმა ადამიანმა, ბოდიში მოვიხადო და ძალიან რთულია, როდესაც ადამიანები დღესაც 2026 წელს შვილმოკლული მშობლები დგანან და აი ამ ტრაგედიას იხსენებენ, ამაზე ლაპარაკობენ და მათი ტრაგედია გრძელდება იქამდე, სანამ ეს ხალხი უყურებს მკვლელებს, ჯალათებს პოლიტიკაში და მუდმივად არის საფრთხე ნატა იმისა, რომ მათ ერთ დღესაც მოახერხონ და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. ან ისეთი პროცესები გამოიწვიონ ქვეყანაში, რომელიც არავის უნდა, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ მოგვიწევს, რომ სხვა მეთოდებით მოვახდინოთ ამის შეკავება და პრევენცია. ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, იმიტომ რომ კარგია ეს ეკონომიკურის და კარგია ის მშვიდობა, ისი შენარჩუნებაც მოახერხა ხელისუფლებამ და ეს დაუფასა ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ორ არჩევნებზე, მაგრამ ახლა გვჭირდება ახალ ეტაპზე გადასვლა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყოს მყარი, არ იყოს მყიფე და არ იყოს მუდმივი საფრთხის წინაშე, რომ აი ეს აგენტურა რამენაირად მოახერხებს საკუთარი მიზნების მიღწევას. რა ნაბიჯებს ელოდებით ხელისუფლებისგან, იმიტომ რომ ეხლა წინა სტუმარით საუბრობდა, ლამის იდენტური მესიჯები იყო, რომ სავარაუდოდ მოხდება ამ პარტიების აკრძალვა და ისინი აღარ უნდა იყვნენ პოლიტიკურ ველზე. ანუ რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლება აჭიანურებს? რიტორიკას უნდა მოყვეს საქმე. კარგია, იგივე ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იგივე საკეთებს, რომ გამოდის, აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს დაჟინებით აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფის და აი ამ უსწრულის პირას მყოფ გაერთიანებაში აუცილებლად გააწევრიანებს ქვეყანას. ეს აი ამას გავს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ეს პროცესები იწყება, თითქოს ხელისუფლებას ეტყობა რაღაც ნიშანი, რომ მოქმედებს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი დამყარდეს ქვეყანაში, მაგრამ შემდგომ გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, თუ შეწყვეტა არა, შეფერხება ხდება ამ პროცესების. ხო, ერთი წელიწადნახევრის წინ დასრულდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სადაც კიდევ ერთხელ მოისმინა მთელმა ქვეყანამ და ვფიქრობ მთელმა მსოფლიომ ის უმძიმესი ისტორიები, რაც ჩვენს გვერდით ადამიანებს ათასობით და 10,000-ობით ოჯახს გადახდა თავს და ეს იყო ძალიან მცირე კიდევ იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჩადენილი აქვს ქვეყნის და ხალხის წინაშე და ეს კომისია ხო არ შემდგარა იმისათვის, რომ აი ეს სკელტანიანი წიგნი გამოცემული იყო. ხო ეს ყველაფერი კარგად ვიცით, ეს სკელტანიანი წიგნი თავისთავად არის უკვე განაჩენი. ამიტომ არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, რომ ყოველი დღე კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურული ქსელის პოლიტიკიდან აკრძალვის გადადებული ყოველი დღე არის საფრთხის შემცველი. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, ხედავთ ხო? თქვენს გადაცემაში მთელი ჩვენი დღის წესრიგი იმით არის მოცული, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი არასტაბილური ვითარება, როგორი კონფლიქტების, ომების
ვითარება. თუ ჩვენ გვინდა რომ ამ საფრთხეების წინაშე ვიყოთ ეფექტური და ეფექტიანად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, ჩვენ გვინდა შიგნით შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც პოლიტიკური გაჯანსაღება ახსენებთ, როგორ გესახებათ? პოლიტიკური გაჯანსაღება ახსენებთ. პირველი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირველი ნაბიჯი და აუცილებლად უპირო რის გარეშეც შეუძლებელია ამ მიზანს თუნდაც დაუახლოვდეთ, ეს არის აგენტურული ქსელის პოლიტიკიდან განდევნა. და ეს პოლიტიკიდან განდევნა ძალიან მრავალ ასპექტიანი არის. იმიტომ ეს არის რეალური ქართული deep state. ისინი იყვნენ ყველგან. მედიაში, პარტიებში, არასამთავრობო სექტორში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ანუ მრავალმხრივი დაგვიანებულია და ქირურგიული ჩარევის გარეშე, ეხლა ჩვენ ამას ვერ უმკურნალებთ, ძალიან სწრაფი მოქმედებები ხისტი, მაგრამ სამართლიანი მოქმედებები არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ქართული deep state მისი გაგებით რაც არის, რომ ისინი იყვნენ შეზრდილი ყველა ინსტიტუტს, რომელზეც დგას სახელმწიფო მართვა და პოლიტიკა, ისინი იქიდან უნდა განიდევნონ. იმიტომ რომ ისინი წამალავენ ჩვენს ახალგაზრდებს ინსტიტუტებში. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საგარეო საქმეთა სამინისტრო და არაერთი სტრუქტურა დღემდე სამწუხაროდ. არა მხოლოდ ხელისუფლების მიღმა, არამედ ხელისუფლებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ათეულობით ადამიანმა, დეპარტამენტის დირექტორებმა და ელჩებმა და იმ ხალხმა, ვინც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის უნდა მუშაობდეს, ხელი მოაწერა ქვეყნის დამხობას და გადატრიალებას. ამას გულისხმობ. ამიტომ ძალიან კომპლექსური მიდგომა არის საჭირო და დრო არ ითმენს. იმიტომ რომ ქვეყანა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე ვითარება და ამ მძიმე ვითარებაში ჩვენ ადეკვატურები ვიყოთ და ეფექტიანად გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს, გვჭირდება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა. გასაგებია თქვენი პოზიცია ჩვენს ეთერში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი საუბრობდა ძალიან დიდი მადლობა